მოგესალმებით მეგობრებო, ეს ჩემი გაკეთებული სკარი. გაზაფხულზე ამ სკარში ძალიან პატარა რაოდენობის ფუტკარი იყო. იცით ალბათ, თითქმის ალბათ 2 დადანის ჩარჩო ფუტკარი იყო. გაზაფხულზე იცით როგორი გაზაფხული იყო და შარშან ერთ სართულზე დავაზამთრე ეს ფუტკარი, რაც შეცდომა იყო ჩემი დაშვებული, იმიტომ რომ საკვები მარაგები არ იყო და ამ ოჯახის კვება მომიწია ჩემ და ძალაუნებურად. ეს ოჯახი გაზაფხულზე საკვები დამირჩა წელს აღარ გავიმეორებ მასეთ შეცდომას და უკვე მომზადებული ვარ რომ ეს ოჯახი დავაზამთრო კარგად ისე რომ საკვების მარაგები კონდეს. ახლა გაჩვენებთ ტოვებს მეორე სართულს უტოვებ მთლიანად თაფლს, მეორე სართულს არ ვეხები. აი როგორ ჩარჩოებს უტოვებ. ახლა დავამუშავე მჟავას სიროპით. ტყეში მყავდა ეს ფუტკარი და ჩამოვიყვანე. დავამუშავე უკვე მჟავას სიროპით და აი ესეთ მარაგებს მეორე სართულზე ესეთი მარაგებით შევა ზამთარში, იმიტომ რომ მეც აღარ გავიმეორებ ისეთ შეცდომას, იმიტომ რომ არ მქონდა გამოცდილება ამ სკასთან მუშაობის. ეხლა ვსწავლობ. მეახლოებით სადღაც პატარა ოჯახი, ძალიან პატარა ოჯახი იყო და ერთი სართული თითო ჩარჩოს გამოდის სადღაც კილო 600, კილო 500, ერთ ჩარჩო საწურს სადღაც კილო 600, კილო 500. ესე რომ თქვათ, გრუბად რომ ვთქვათ, სადღაც ერთი სართული, აი ყველაზე ცოტა 13 კილოგრამ თაფლს იძლევა. 5 სართულია ესეთი. 5 სართული მაქვს ესეთი გაკეთებული. წელს მე-4 სართულამდე ავიდა ფუტკარი, მაგრამ იცით ამინდები არ ვარგო და ღალიანობის დროს წაბზე საერთოდ არ იმუშავა. ის ერთი სართული მოხსენი მოკლედ რა, ერთი სართული თაფლი აქედან მოხსენი, მე-4 სართული ააშენა, მაგრამ უკვე ღალიანობა დამთავრდა, თან გვიან წავიყვანე ტყეში, წაბლის პერიოდში წავიყვანე, მანამდე სახლში მყავდა ეს ოჯახი და ერთი სართული მოხსენი, 2 სართული ქონდა გავსებული თაფლით. მე-4 სართულის შენება დაიწყო, ააშენა, ცოტა ჩაასხა, მაგრამ დამთავრდა ღალიანობის პერიოდი და თაფლის ნექტარის შემოდინება სკებში. ერთი სართული მოხსენი, სადღაც ალბათ ყველაზე ცოტა დაუშვათ ავიღოთ 13 კილოგრამი თაფლი. ფუტკარი სწრაფად ვითარდებაში, ძალიან სწრაფად ვითარდება და კარგ შედეგს დებს. ეხლა მინდა ამ ზამთარში დავტოვო 2 სართულზე, მეორე სართული მთლიანად თაფლით აქვს სავსე, დავადგამ ეხლა ამას მეორე სართულზე, ვნახოთ მომავალ წელს ესეთი თაფლის მარაგით ეს ოჯახი გაზაფხულს როგორ შეხვდება. და როგორი განვითარება ექნება გაზაფხულზე რა. ამ ოჯახში ამ ფუტკრის ოჯახს არც კი უფიქრია ნაყარზე გასვლა, ეს კიდევ ერთი პლუსია, არ ვიცი ეგ დედიდან გამომდინარეა თუ ფუტკრის ოჯახიდან გამომდინარე თუ ხელი შეუწყო ამ სკის მოდელმა, ეს კიდევ მეორე საკითხია. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ჩემი სკით. კიდევ აპირებ რამოდენიმე ასეთი სკის დამზადებას, მინდა ჩავსვა რამოდენიმე უფრო ძლიერ ოჯახებს ჩავსვა მომავალ წელს, რომ გავიგო უკვე სუსტი ოჯახის მოქმედება, სუსტი ოჯახის განვითარება უკვე ვნახე ამ სკაში რა, როგორ არის და ძალიან კმაყოფილი ვარ რა, ძალიან კმაყოფილი ვარ. ნახავ მომავალ წელს რამოდენიმე ასეთ სკას დავდგამ, ძლიერ ოჯახებს ჩავსვამ და დავაკვირდები კიდევ ერთხელ და შემდეგ წელიწადს მოგახსენებთ მთლიანობაში უკვე მეცოდინება ამ სკის
შედეგები როგორი იქნება და ყველა ამ ჩემ დაკვირვებებს მე ერთად მოგახსენებთ, მე გეტყვით ამ სკის ზომებსაც და ყოველივეს რა ეტაპებიც გავიარეთ. წარმატებები.